Თქვენი პარტიას გაცხადებულებთ ეს პოზიცია, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. რა სიტყვით გახარიას გადაწყვეტილებაზე, როგორ შეაფასებთ მას? მადლობა რომ მოვიწვიეთ. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ართანამშრომლობა ხელისუფლებასთან, ვინაიდან სწორედ ეს ართანამშრომლობა არის საფუძველი დელეგიტიმაციის ქართული ოცნების არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, ვინაიდან ყოველთვის სიტუაცია ქვეყნის შიგნით კარნახობს საგარეო მოთამაშეებს, თუ როგორ მოიქცნენ და სიტუაცია ქვეყნის შიგნით იყო ის რამაც განაპირობა მიუღებლობა ქართული ოცნების ხელისუფლების დემოკრატიულ სამყაროში, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია იყო პირველი, ვინც ამხილა გაყალბებული არჩევნები ქართული ოცნების, ოპოზიცია იყო პირველი, ვინც გადაწყვიტა, რომ არ აპირებდა მასთან თანამშრომლობას, არ აღიარებდა ამ გაყალბებულ შედეგებს. ოპოზიცია მოახერხა სწორედ ის, რომ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო აი ამ ეგრეთ წოდებულ მუშაობას, რომელსაც რა თქმა უნდა ვერაფერ ვაღიარებთ, იმიტომ რომ ის ეყრდნობოდა გაყალბებული არჩევნების შედეგებს და სწორედ ეს დელეგიტიმაცია მოდის ჩვენი ქმედებებისგან პირველ რიგში და ქვეყნის შიდა სიტუაციისგან, ქვეყნის შიდა მდგომარეობიდან და ჩვენ ძალიან არ გვინდა რომ ეს პროცესი შეტრიალდეს, იმიტომ რომ თუ საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა დაიწყეს რაღაცნაირად მიღება იმ წესრიგის, რომლის თავისმოხმობაც უნდა ქართულ ოცნებას, მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალი იქნება ის, რომ ამ წესრიგს მიიღებენ ქვეყნის გარეთაც, ისინი არ გახდებიან რა თქმა უნდა სასურველი პარტნიორები, მაგრამ იმ შედეგს რაღაცნაირად აღარ არის შეებრძოლება, რაც ქართულ ოცნებას უნდა რომ დაიწყოს. ეს არის დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური შეცდომა, რა თქმა უნდა, იქ და არა პირიქით, იმიტომ რომ მაგალითად ვინც ემხრობიან არჩევნებში მონაწილეობას, ისინი ამბობენ, ანუ მათ შორის გახარიას წარმომადგენლებიც, რომ რა მოხდება თუ თქვათ დასავლეთმა აღიარა ადგილობრივ არჩევნებამდე ეს რეჟიმი და გითხრა რომ ნუ კაი მორჩა არაფერი არ გამოდის და ეხლა წადით და არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა. ამიტომ წინასწარ რატომ უნდა მოიწევთ? არა დემოკრატიულ ნაბიჯებს არასდროს არ უნდა ველოდოთ დემოკრატიული სამყაროსგან და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა თუ ამას ვინმე რეალისტურად ელოდება. იმიტომ რომ სინამდვილეში ქვეყანაში ლეგიტიმაცია ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე დგას, მათ შორის ეს საბოლოოდ საკითხია იმისა, ეგუება თუ არა საზოგადოება იმ ხელისუფლებას, რომელიც ყავს. შეიძლება შეეგუოს არადემოკრატიულ ხელისუფლებას, შეიძლება შეეგუოს დემოკრატიულ ხელისუფლებას. მაგალითისათვის პუტინის ხელისუფლებას ეგუება კი არა, ხარსაც უჭერს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის ყველა ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა რეალურია, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ სინამდვილეში ეს ხო ავტორიტარული რეჟიმია, ხო მას უჭერენ მხარს. მაგრამ მას არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, ვინაიდან სინამდვილეში მოსახლეობა მიიღო ის, როგორც მათი ხელისუფალი. აი ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გონია რომ ვინმე დასავლეთში ჩვენ ხელისუფლებამ აღიარებს ძალას, რომელსაც ჩვენ თვითონ არ მივიღებთ როგორც ხელისუფალს, ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ ესეა დემოკრატიული ქვეყნები და ისინი დაელოდებიან ქვეყნის შიდა კონსენსუსს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ვინაიდან არ არის ქვეყნის შიდა კონსენსუსი, სწორედ ამიტომ არ აქვს აღიარება ქართულ ოცნებას და ჩვენ არ უნდა გამოვიყვანოთ ეს სიტუაცია ისე, თითქოს რაღაც იმის გამო რომ ბრძოლა გაიწელა, ან იმის გამო რომ ჯერჯერობით ვერ მოვერიეთ, მაგრამ თუმცა ვერც ისინი მოგვერიან ხო ბოლომდე როგორც მათ უნდათ, ამის გამო ჩვენ რაღაცნაირად ის ნიშნები ვაჩვენოთ, თითქოს ვიღაცა ამ შეგუებას აპირებს იმ შედეგთან, რაც დააყენა ქართულმა ოცნებამ, იმ შედეგთან, რასაც ქვია წამებლების დაჯილდოება ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიერ, იმ შედეგთან, რასაც ქვია 500-მდე ნაწარმოები ადამიანის საქმის გამოუძიებლობა, ხო? იმ შედეგთან, რასაც ქვია დასანქცირებული მოსამართლეების მიერ სიცოცხლის ბოლომდე მათ მიერ უნდა ვიყოთ განსჯელი წარმოიდგინეთ, ხო, ჩვენ ხო ასე ვერ ვიცხოვრებთ. და სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა ველოდეთ ევროპისგან. ამაზე პასუხი არის და ერთიც არის, ჩვენ არავის არ ველოდებით ჩვენ გადაწყვეტილების მისაღებად, იმიტომ რომ სწორედ პირიქით არის ეს საგარეო ჩვენ გველოდებიან ჩვენ შევეგუებით თუ არა, ჩვენ არ შევეგუებით და რა თქმა უნდა როგორც არ უნდა მოგვიწოდოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე წარმომადგენლობად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ თვითონ წარმოუდგენლად მეჩვენება ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღოთ და ჩვენი გადაწყვეტილება არის შეუძლებელია ამ ქვეყანაში შევეგუოთ არადემოკრატიულ ხელისუფლებას, რომელსაც სურს დარჩეს სამუდამოდ. აი წარმოიდგინეთ, ურუსიძეს მაგალითად არ შეუძლია საპენსიო ასაკეთს კი რომ მოუწევს, არ შეუძლია საპენსიო ბარათი გამოიყენოს. აი ესეთია მისი ცხოვრება. თუ ქართული ოცნება არ იქნება ხელისუფლებაში, ურუსიძე საერთოდ დარჩება ფაქტობრივად ნორმალური ცხოვრების გარეშე, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე და ამიტომ მოხდა ეს, ხო? ამიტომ ეს ხალხი თუ ჩვენ მათ უფლებას მივცემთ, არასად არ წავიდნენ ჩვენ ერთადერთ ცხოვრებას, რომელიც გაგვაჩნია, გაგვიმწარებენ ბოლომდე და ამიტომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამას, უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე და მე ვფიქრობ, იმაზე მარჩელობა ხა რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დასავლური ლიდერი, ეს არასერიოზულია და არ უნდა ვაკადროთ უბრალოდ ჩვენ ამ მომხდარს, რომ აი ესე დონემდე დავიყვანოთ საუბარი, რომელიც ყველა მივცით, რომ სისულელია.